ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ ამ სახელწოდების აქცია გაიმართა გორში, სადაც მონაწილეებმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის გადადგომა მოითხოვეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის გავრცელებული ინფორმაციით New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც net გაზეთმა თარგმნა, საუბრობს 2008 წლის ომზე და ამბობს, ისინი აქ მშვიდობის მყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. წარმოგიდგენიათ, რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინც ის კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ. დარწმუნებულია, რომ ამ კაცის სულიერი მდგომარეობა რუსი იყოს. სხვა შეფასება ამ კაცის ნათქვამს ვფიქრობ არაფერი და გამართლება არ აქვს. რაც შეეხება იმ გმირებს, რომლებსაც ხულიგნები უწოდა, მე პირადად ვუხდი მის ოჯახის წევრებს ბოდიშს, ვინაიდან ისინი ქვეყნის ერთიანობის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იბრძოდნენ და მათ არც კი მიიღონ ესე ვთქვათ გმირების შეურაცხყოფად. ეს ადამიანი გამწარებულია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ აღარ სვავენ საკრებულოს სიაში და შესაბამისად აღარ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე და სწორედ ამიტომ ცდილობს აი ამ მარაზმი და რუსული განცხადებებით თავი მოაწონოს ისევ მის პატრონს, იგივე რუს მონას ბიძინა ივანიშვილს. ერთი ცალსახად რამე მინდა ვთქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის ესეთი მუხლი, ქვეყნის ღალატი. და დრო მოვა, რომ ამ ქვეყანაში იარსებებს ისეთი სასამართლო დამოუკიდებელი და პროკურატურა, რომლის დროსაც ჩვენ აუცილებლად მის წინააღმდეგ დავიწყებთ სამართლებრივ დავას, როგორც ქვეყნის მოღალატე. სიმართლე რომ გითხრა, შორენა სათქმელი დიდი ხნის წინ თქვა ჩვენმა გენიალურმა მწერალმა, აკაკი წერეთელმა და ფაქტობრივად იმდენად მკაფიოდ თქვა, რომ ვერაფერს ახალს ვერ დავამატებ. შესაბამისად, ჩემი კომენტარი თუ გაინტერესებთ, აკაკის სიტყვებს მოვიშველიებ, მხოლოდ ერთი სიტყვა შევცვალე, მან გამოიყენა სიტყვა პირველად, თუმცა პირველად რუსის მაქებრობის ფუნქცია ბევრმა შეითავისა, შეისისხორცა და შესაბამისად აქ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა საერთოდ, ანუ ყველასი საერთოდ ვინც რუსეთს აქებს. პირველ რიგში მინდა დავიწყო ბოდიშის მოხდით, მართლა, იმიტომ რომ მინდა იმ გორელებს და იმ გმირის მშობლებს მოუხადო ბოდიში. იმიტომ რომ ძალიან ცუდი მესიჯი გავრცელდა, უბრალოდ რაზმაძეს როგორც გორელს პირველი მაგითი უნდა დაფიქრებულიყო და ისე უნდა ესაუბრა. მეორე ის რომ საერთოდ რუსებთან ბოდიში არ აგვაქვს მოსახდელი. მესამე ის რომ ნამდვილად ძალიან ცუდი საქმე გაგვიკეთეს რუსებმა და მეოთხე ის რომ ვფიქრობ, რომ მალე რაზმაძე ვეღარ გამოვა ქალაქში, იმიტომ რომ თითოეული მოქალაქე ხელს გაიშვის და იტყვის, რომ ის არის რუსეთის მეხოტბე. რაც ჩემმა ოჯახმა წნეხი ნახა, გაჭირვება ნახა, ძმა სოფლის აშენებულ ეკლესიაში მომიკლეს რუსმა ოკუპანტებმა, ეს ჩვენი ვითომ მთავრობა ხას უჭერს რუს ოკუპანტებს. უნდათ რომ რუსეთი გახადონ ჩვენი საქართველო, მაგრამ ვერ მოესწრებიან. ხალხი ძლიერია, ხალხი ერთმანეთს გვერდში უდგიანან და ათოს რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, რაც გააჩნია ძნელი იყო ოჯახისთვის ყველაფერი. ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გორის საკრებულოში თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. საკრებულოს წევრის ბექა ქორჩილავას განცხადებით, იმპიჩმენტისთვის საკმარისია საკრებულოს წევრთა 12 ხმა. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის გარდა დამატებით საჭიროა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრთა 3 ხმაც. რუსული ოცნების ჩინოვნიკები იაჟღერებენ, რომ საკუთარმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, რომ თურმე 2008 წელს ჩვენი გმირი მებრძოლები, ჩვენი გმირი ძალოვნები და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები ძარცვავდნენ თურმე ქალაქს. ეს არის სამარცხვინო და ყოვლად წარმოუდგენელი რამ. აგვისტოს კვირეულია და რამოდენიმე დღის წინ ეს ადამიანები სოფელ შინდისში იყვნენ, ბრძოლის ველზე ამოსულები და მოჩვენებითად ცრემლებს ღვრიდნენ. ეს არის სამარცხვინო ჩინოვნიკი, რომელიც დღეს მართავს მუნიციპალიტეტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიწყებთ პროცედურებს იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩამოშორებისას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ განცხადებების შემდგომ არ უნდა იკავებდეს აღნიშნულ თანამდებობას. ეს სირცხვილი, რაც მოგვაყენა ამ ადამიანმა
და ზოგადად ქართული ოცნების რიტორიკა განსაკუთრებით 2008 წელთან და გორთან დაკავშირებით არის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო. ჩვენ გორელები არავის მივცემთ უფლებას, რომ თავზე ლაფი დაგვასხან და ის სირცხვილი, რასაც დავით რაზმაძე წარმოადგენს და როგორც მოგვაყენა, უნდა ჩამოვირეცხოთ აუცილებლად 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და დაასრულებს ამ არაფრის მკეთებელ მთავრობას. დავით რაზმაძის განცხადებასთან დაკავშირებით კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა დღეს გორის საკრებულოს წინ. ყოფებით გორში, სადაც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი მორიგი სამარცხვინო ანტიქართული ჩვენი ეროვნული ღირსების და სულიერების შეურაცხყოფელი კომენტარი გააკეთა, რაც მას ძალიან კარგად ეხერხება. ეს არ არის პირველი ჯერი, როდესაც ბატონი რაზმაძე აკეთებს საქართველოს ქართველების, ჩვენი მეომრების, ამ ქვეყნის ისტორიის და ღირსების შემლახავ განცხადებას, მაგრამ რაღა რაზმაძე გორში, კობახიძე, მდინარაძე, ზარქუა და სრულიად ქართული ოცნების ლიდერშიპი მუდმივად წლების განმავლობაში აკეთებს საქართველოს ეროვნული ღირსების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მებრძოლების და ზოგადად ყველა ქართველის ღირსების და ისტორიული მახსოვრების შეურაცხყოფელ ღიად რუსულ განცხადებებს. ამიტომაც რაზმაძის ეს მორიგი განცხადება არის გაგრძელება იმ მავნებლური ანტიქართული სამარცხვინო რიტორიკისა, რასაც ჩვენ წლებია ყველანი ერთად სამწუხაროდ ვუყურებთ. რა თქმა უნდა, პასუხი არის ერთი, ჩვენ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაზმაძის ნაირი ადამიანები არ მართავდნენ არც საკრებულოებს, არც ქალაქებს და საერთოდ არაფერს ამ ქვეყანაში, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ გორის მმართველობაში, სხვა ქალაქების მმართველობაში და ჩვენი ქვეყნის მმართველობაში და რასაკვირველია, უფრო მალე, ვიდრე ამას მივახცევთ, ჩვენ აქ და ახლა დაუყოვნებლივ ბუნებრივია მოვითხოვთ და ვემხრობით რაზმაძის იმპიჩმენტს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ზომა, რომელიც ახლა უნდა იქნას მიღებული და ამ ზომას გააჩნია ძლიერი საქართველოს სრული მხარდაჭერა. ასე იგი, გამოვეხმაურები ნაციონალურ მოძრაობის იმ ტყუილებს, რასაც რამდენიმე საათია უკვე ვისმენთ, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ჩვენი პარტია გახარია საქართველოსთვის იმპიჩმენტს არ უჭერს მხარს. ჩვენი პარტია ერთსრულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ როდესაც დაიწყება უკვე პროცედურები, ჩვენ აუცილებლად დაუჭერთ მხარს იმპიჩმენტს. ვეტერანებო, სათხართ. ხმა მოიღეთ, ამაღლდით და თქვენი ღირსება დაიცავით, ღირსება დავიბრუნოთ. ის ღირსება, რომელიც მეომარს აქვს. ნუ გეშინიათ, დადექით ხალხის გვერდით, ხალხი თქვენ გვერდით არის. ასეთ ხალხი საქართველოში აღარ უნდა იყოს. დამთავრდა, როგორც ეშიშლება ეს შენობა, ასე უნდა ჩამოიშალოს და კიდევ ჩამოიშლება სულ ახლო მომავალში. თრიალეთი ინტერვიუს ჩასაწერად და პოზიციის დასაფიქსირებლად დავით რაზმაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. სოციალურ ქსელში პირად გვერდზე კი დაწერა, რომ მისი ნათქვამი არასწორად არის გადმოცემული და სასამართლოში ჩივილს აპირებს New York Times-ის წინააღმდეგ.